გამარჯობა, თქვენ უყურებთ რეალურ აქცენტებს ინო ხაჩიძესთან ერთად. ჩვენ ერთმანეთს ხვდებით ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს 14 საათსა და 10 წუთზე ტელერადიო კომპანია Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ Georgian Times-ის Facebook-ის გვერდზე, YouTube-ის არხზე და ბუნებრივია გვისმინოთ რადიო სიხშირეს FM 92-სა და 3-ზე. დღეს გაცემის პირველი ნაწილის სტუმარი არის პეტრე მამრაძე. ბატონო პეტრე, დიდი მადლობა, რომ მოგზავნით და გამონახეთ დრო და რა თემაზე მინდა რომ ვისაუბრო იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის შიგნით, ბუნებრივია გარეთაც, მაგრამ მნიშვნელოვანი ფოკუსით ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე. ჩვენი საზოგადოების ნაწილს, აქვს მცირე ნაწილს არ ჭერა Deep State-ის არსებობის და რაღაც ერთგვარ საკლიკო თემათაც კი აქცია. ეს და პრინციპში ეს მოწმობს, რომ რაღაცნაირად ამოვარდნილები ვართ იმ გეოპოლიტიკური კონტექსტიდან, რომელიც მიმდინარეობს სოფლიოში. თუმცა ამ ამოვარდნას მოწმობს ასევე საპროტესტო აქციების შინაარსი. საპროტესტო აქციები თავისთავად არ მოწმობს ამოვარდნას, მაგრამ აი შინაარსი, მოწოდებები და ლოზუნგები ნამდვილად მოწმობს. აი ამ პროტესტის მიზანი არის, როგორც ვიცით, ახალი არჩევნების დანიშვნა. და ამის პარალელურად ის ხალხი, რომელიც საპროტესტო აქციაზე არის, მოუწოდებს იმ ხალხს, რომელიც სახლშია, გამოვიდეს აქციაზე, ლანძღავს, აგინებს, ყრულავს, წყევლის, ემუქრება, ეხა ცოტა აგრესიული ისიც დაიწყო, იმიტომ ჩაფურთხება პრინციპში დიდი ბოდიში ასეთი სიტყვის თქმა რომ მიწევს, ესეც აგრესიის ერთ-ერთი ფორმა არის. ანუ ფაქტობრივად ყველანაირი მეთოდით ცდილობს, რომ რამენად გამოიყვანოს, მაგრამ გამოიყვანოს ლანძღვით და დაშინებით. თქვა ჩატარდა ახალი არჩევნები. ის ხალხი, რომელსაც ლანძღავ, ვის მისცემს ხმას? მლანძღველებს? ხო, ანუ ლოგიკა ამ შემთხვევაში აქ არ არის. ფაქტია ისიც, რომ იმდენად არის ეს მხარდაჭერილი გარედან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ და სხვათა შორის მე აქ იმასაც ვაქცევ ყურადღებას, როგორ აქებს ხოლმე შიგადაშიგ რუსეთის ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობას, რაც ამ პროტესტის მხარდაჭერაა. ხო, ფაქტობრივად ირიბი, მაგრამ მხარდაჭერა. თუ ვიღაც შენი მოკავშირეა, შენ მას ამ კრიტიკულ მომენტში თუ რუსს და მონას ეძახიან, კი არა, აქე პირიქით აკრიტიკებ, თუ გინდა რომ ის დარჩეს. ხო, მართალია ლოგიკურად. ამდენად ეს პროცესი რაღაცა სხვადასხვა მიმართულებებიდან გარედან არის მართული და ამ წისქვილზე ასხამს წყალს, თუმცა მე არ გამოვრიცხავ რომ ადამიანების ნაწილს, რომლებიც საპროტესტო აქციაზე არიან, მიაჩნიათ თავისით მოქმედებები, მაგრამ ჩვენ ვიცით არსებობს მართვის მეთოდები, ადამიანების ზომბირების, ადამიანს გონია რომ თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, სინამდვილეში არის მოქცეული მართვაში. რისი კითხვა მინდა ბატონო, აი ასეთი არაადეკვატური ქცევის შემდეგ, როდესაც ადამიანს ეუბნები რომ გამოდი, თუ არა შეგაფურთხებ, დაგერხევა, დაიკრულები, დაიწყევლები, მე იმ ადამიანის იმედი, რატომ გაქვს არჩევნები, ვის მისცემს, ის ხო შენ არ მოგცემს ხმას, იმიტომ რომ ეშინია. მაშინ ჩდება კითხვა, რა მიზანს ემსახურება ეს საპროტესტო აქციები? ფიქრობ ეს კარგად ვიცი და მინდა რომ ყველას შევატყობინო, აი მოდით მთავარი თქვათ, როგორც შესავალი სრულიად ობიექტური, ისტორიული, სოციალური და სხვა მიზეზების გამო საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა ოპოზიცია პოლიტიკური საერთოდ. და ეს დასავლეთის ცნობილმა ექსპერტებმა არაერთხელ აღნიშნეს. მახსოვს მადლენ ოლბრაიტი ჩამოსული საქართველოში 95-ში ჯერ არ იყო საბჭო მდივანი და შეხვდა მაშინდელ ოპოზიციას, მაშინ იყო შეერთებული შტატების ელჩი გაეროში. ელაპარაკა, მეც გახდით პარლამენტის წევრი მაშინ და ეს კარგად მახსოვს და გაოგნებულმა მერე საჯარო განცხადება გააკეთა. ოპოზიცია, თქვა მან, ქვია პოლიტიკურ ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებს ან მათ ერთობლიობას, რომლებიც ერთგულნი, ლოიალურები, თქვა, არიან ეროვნული ინტერესებისა. ანუ იგივე საბჭო ინტერესებისა. ხოლო ისეთ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც არ არიან ერთგული, არამედ მტრობენ, ამას ოპოზიცია არ ქვია, ამას სულ სხვა სახელი ქვია და აქ დიპლომატმა აღარ გააგრძელა საუბარი, იმიტომ რომ უნდა ეთქვა, რომ ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთის თორმიდან ასეთ ადამიანებს ხალხის წრებს ეძახდნენ. აი ეს 4 პარტია, რომელიც გამოჩნდა, რომელსაც გადალახა ჯებირი. მე ვიცნობ მათ ლიდერებს, ვიცნობ ორგანიზატორებს, ვიცი ვინ დგანან მათ უკან. ეს არის ძირითადად ისევ სააკაშვილის ნაცმოძრაობა, ASE დაშლილია ამ 4 პარტიად და სხვა შორის გახარია, რომელიც რა თქმა უნდა მაშინ არც იყო საქართველოში, არ არის ასოცირებული, იგი უარესი გამოდგა მათზე, როგორც აი ნაცი. რატომ არიან ანტიეროვნული ძალა?
იმიტომ რომ მათ აინტერესებთ ის კი არა, თვითმიზანი კი არ არის მათი, რომ საქართველოს ძირითადად თუ რა არიან ერთი-ორი, ვისაც მართავს ზულს საქართველო და ყველაფერი ქართული. მაგრამ მიზანია ხელისუფლებაში მოვიდნენ ძალში, ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება. ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში და აი ეს კი რომ უნდათ ამავდროულად მზად არიან ნებისმიერ რამეზე წავიდან, ნებისმიერი ხერხის ფასად. აი ყველაფერი უყით, ეს იგი ყველაფერზე შეიძლება წავიდნენ და მათ შორის ეს არის ძალადობა, რაზე იდგა სააკაშვილის პარტია ყოველთვის ტყუილზე, ძალადობაზე იდგა და შესაბამისად აი ეს იყო ძირითადი მათი და დასართვის კარგული ჯგუფების მხარდაჭერაზე რა თქმა უნდა. ეხლა ჩანს ეს ტყუილის სიძულვილი და ძალადობა, ეს სამი ბოძი მათი და სამივე ეხლა ჩანს კარგად. და აი მოხდა ისე და ესაც რა თქმა უნდა იმის გამო რომ დასავლეთში და კერძოდ ევროპაში არის ღრმა კრიზისი, ამაზე ცალკე შეიძლება ლაპარაკი, ღრმა სულიერი კრიზისი ფასეულობებისა. ის რაც ხდება დღეს შეუძლებელი იყო ჯერ კიდევ 20 წლის წინათ, მაგრამ დღეს ჩვენ ხედავთ რომ შეიძლება უბნელესი ასეთი აი ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი პიროვნება სააკაშვილის რეჟიმისა გვარამია. რომელიც გაასამართლეს წავიდა ციხეში, რომელიც ამ პათოლოგიურმა ქალბატონმა შეიწყალა. შემდეგ მიმართა სტრასბურგის სასამართლომ და სასამართლომ უკუაგდო მისი სარჩელი და ამით დამტკიცდა, რომ სწორედ იყო გასამართლებული და სულ 2-3 კვირის შემდეგ დგას სტრასბურგში, ევროპარლამენტის ტრიბუნასთან დგას, სიტყვით გამოდის და გარშემო ევროპარლამენტარები ახვევია და იძახიან ჩამოვიდა ოპოზიციის ლიდერი. მაგრამ ბატონო პეტრე, ხო შეიძლება ეს ითქვას არგუმენტად, რომ კონტრარგუმენტად, ანუ რომ მან ჩადენილი დანაშაულისთვის აგო პასუხი, რადგან იჯდა ციხეში და ახლა ამ ხელი არ უნდა შეუშალოს პოლიტიკურ მოღვაწეობაში. ასეთი რამ არ ხდება? იცით როგორ არის, არსებობდა ადრე ცნება რეპუტაციის დაზიანებისა. ადრე 20 წლის წინათ საერთოდ ვერც კი შევიდოდა იქ და მის გვერდში არავინ არ დადგებოდა, ოღონდაც ერთ ფოტოში არ მოხვედრილიყო. ეხლა ეს აღარ არის. ახლა ნიკო გომელაურის შესანიშნავი ლექსი ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა აღარ გავაგზელებ. ეს არის პოსტმოდერნიზმის ჰიმნი. ეს ხდება მთელ სოფლიოში. რასაც კადრულობენ ევროპარლამენტარები და სხვა შორის ეროვნული პარლამენტების აქვია წევრების კი დასავლეთში ჩვენ ეს ვნახეთ კარგად და რამდენი სკანდალია და რა ხდება. აი ეს უნდა გვესმოდეს და მე მინდა თქვა, მე მაგალითად მოხარული ვარ და ამაყი ვარ. რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს წინააღმდეგ უკვე ამდენი ხანი და არ გეგონოთ რომ ეს დაიწყო არჩევნების დროს, გაცილებით უფრო ადრე არჩევნებამდე, როდის იყო მაკეინის ინსტიტუტის ანგარიში და ჯორჯ მარშალის ფონდის ანგარიში, სადაც შავი თევზი ეწელა ყველაფერი, ხო? და მანამდეც დაიწყო სპეციალური პოლიტიკური საინფორმაციო ოპერაცია, ჩადებული ამაში დიდი ფული, ჩემო ბატონო, არის ორგანიზაცია და ამის ყველაფრის შედეგად ჩვენ ხედავთ, რომ თბილისში, ქუჩაში გამოდის სტატისტიკური ნოლი. ხასხულს ამ სტატისტიკური ნოლი. 1,5 მილიონი ქალაქისათვის. ის რაც გუში ვნახე კოსტავას ქუჩაზე 300 ადამიანი იდგა შუა ქუჩაში. ნაცვლად იმისა, რომ გაევლო ტროტუარზე, როგორც ხვები დადიოდნენ სვაშურის. კი ბატონო, მიდიხარ და რაღაცა გაფიცვა, გაიარე ტროტუარზე. არა, შეჯგუფდნენ და გადაკეტეს. რაც არის კანონის დარღვევა. თუ გერმანიაში, თუ საფრანგეთში ამ 300 კაცს დაფანტავდნენ იმ წამსვე, პოლიცია არ ელოდება დამატებით ბრძანებას. სახეზეა კანონდარღვევა და პოლიცია მოქმედებს. ისე როგორც პოლიცია არასოდეს არ დგას და არ ითმეს იმას, რომ პირდაპირ დამიზნებით ესვრიან ქვებს, ესვრიან ფოიერვერკებს და ასე შემდეგ. მაშინათვე მოქმედებენ. და როგორ მოქმედებენ? გერმანიაში რამდენი დაიღუპა? 5 ადამიანი. რამდენია დალეწილი, რასაც ქვია. ხომ? ესე აქ რა ხდება, ხო? დიდი სხვაობაა. ამიტომ უნდა გვესმოდეს. თუმცა ეს ხელს არ უშლის ბატონო პეტრე, აქ ეს თავარი ეს მომენტია ალბათ. იმავე გერმანიის ხელისუფალს თქვას, რომ პოლიციამ გადაამეტა თავისუფლებამოსილებას და მშვიდობიანი დემონსტრანტები დაარბია. აი ეს არის ამ შემთხვევაში. ეს ხო არ არის ევროპარლამენტარი. თქვა გერმანიის ხელისუფლება, ხო? უფრო მეცას გეტყვით, როდესაც ყოველდღე რომ მიდიოდნენ იმ დღეებში გვახსოვს ჩვენ, მიდიოდნენ საღამოს დაახლოებით 3000 პიკში 2500 ადამიანი პროფესიონალები ითვლიდნენ, მათ შორის მეცნიერები, ჩემი ამხანაგები, ხო? დადიოდნენ იქ თვითონ. არც ეს არაფერი არ მოუვიდა, თუმცა წინა რიგებში იდგნენ, იმიტომ რომ აკვირდებოდნენ, ხო? ესე. ამის შემდეგ რა ხდებოდა? მათ შორის იყო 200-დან 400-მდე შტურმავიკი, რასაც ქვია, ვისაც ჰქონდათ ეს
იარაღები ვისაც და პირდაპირ დამიზნებით ისროდნენ. დაპატიმრებების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი მათი არაერთხელ ნაციხარი იყო თუ ქურდობაზე, თუ ყაჩაღობაზე, თუ რაღაცაზე, ხო? ამათ ხო დიდ ფულს უხდიდნენ. და ის ფოიერვერკები თითო $400 ღირს. აი ძლიერი და დიდი რო გეგონება, ხო? ეს ყველაფერი იყო. პოლიცია იდგა და ითმენდა. რაც იყო საოცრება, მაგრამ შემდეგ როცა იწყებოდა უკვე ღამის 3 საათზე 4-ის ნახევარზე დაშლის ოპერაცია ყველაფრის დაცვით, წყალი, ჩემო ბატონო, თქვათ, სამსადენი გაზი. მეორე დღეს რას ვხედავდით? მეორე დღეს ევროპის ტელევიზიებზე იყო ფრიალი ევროპული დროშისა, რომელზედაც ჭავლი წყლისა ეცემოდა და ანალენა ბერბოკმა გერმანიის ანეკდოტურმა, მაგრამ მაინც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელზედაც სამდენი ანეკდოტი დადის თუ პრესაში, თუ ხალხში გერმანიაში, თქვა, ჩვენ ნახეთ როგორ ამაყად ფრიალებდა ევროპის დროშა თბილისში პოლიციის ამ სასტიკი დარბების დროს. აი ეს არის სპეციალური პოლიტიკური ოპერაცია. ეს არის იგივე როცა გეუბნებიან აი თქვენი კანონი ახლა რომ მიიღეთ ეს კრემლის კანონია და კრემლის დავალებით მიგიღიათ და რო ეუბნები რომ წაიკითხე გახსოვთ კელი დეგნანი ამერიკაში არ წამიკითხავს არც წავიკითხავ მაგრამ მე ხო გეუბნებით რომ ეს არის რუსული წერტილი ის კი მე გითხარით როგორ მიბედავ იმის მას რომ წაიკითხე და შეადარე Washington DC-ს როგორ უბედავ და მე ამასთან შენახვედრი ვარ ამ სიტუაციებიდან ჯერ 90-იან წლებში იმიტომ რომ დარჩა ერთადერთი ეს ზესახელმწიფო მაშინ სოფლიოში და ეს დამოკიდებულება იყო ჩვენ თქვით და ჯეიმს ბეიკერი რომელიც იყო მართლა გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე შეერთებული შტატებისა და მართლა საქართველოს მეგობარის ვარშავის აი მისი სიტყვები ხშირად არის ციტირებული არასდროს არ დაუშვა რომ სხვამ გიკარნახოს თავისი საკუთარი დღის წესრიგი და ასე ცხოვრობდით წლების განმავლობაში. გაბედეს ეროვნულმა მთავრობამ გაბედა ეს მოხდა 28 ნოემბერს საბოლოოდ და განაცხადა რომ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს ეროვნული დღის წესრიგი რომელიც პირველ რიგში უკავშირდება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას ხო საქართველოს არავის არ კარნახობს და თავს არ ახევს საკუთარ დღის წესრიგს არც არავის არ უპირისპირდება მაგრამ გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს ჩვენ არ შეგვიძლია და აღარ გავაკეთებთ იმას რომ დღეს ერთს მეტყვი დღეს მეტყვი რომ ჩავაბარო ბუკები და ჯაბელინები რას გვითხრეს გახსოვთ ეს მოხდა 22 წელს დღესვე ჩააბარეთ უკრაინას ყველაფერი და ჩვენ მერე შეგივსებთ ნატოს იარაღით კაცო ეუბნება ჩვენი ხელისუფლება დღეს რო ჩავაბარო ერთი ის უკრაინას ვერ უშველის იმდენად ცოტა რას მისცეს რა უშველა და მეორე პირველ დღეს რომ ეს ჩაბარება რო დაიწყოს კრემლი ჩათვლის ამას რომ საქართველოს ხელისუფლება მთავრობა ჩაერთო კიევის მხარეზე სრულმასშტაბიან ომში რუსეთთან და მაშინაც ტანკები კგბ-ს ეფრეიტორის სააკაშვილის და ბიძამისის კგბ-ს გენერლის თემურ ალასანიას მიერ მოყვანილი ტანკები და არტილერია აფხაზეთში რომ არის და თბილისიდან 30 კილომეტრში დგას გადაადგილდება და მოვა რუსთაველზე ნახევარ საათში მაქსიმუმ, კაი 40 წუთში. და ამას უხსნიდა ჩვენი ხელისუფლება და ეს არაფერიო ხო უნდა იომო თუ გვეუბნებოდნენ. ბატონო პეტრი, აქ უნდა გითხოთ აუცილებლად, აი თქვენ ბრძანეთ, რომ აი კგბ-ს ეფრეიტორი სააკაშვილი, კგბ-ს გენერალი ალასანია, ბიძამისი ძალები, რომლებიც ქვეყნის გარედან მხარს უჭერენ აი ამ პროტესტს, ანუ პოლიტიკურ ძალებს უჭერენ რა, ისინი მხარს ახან პოლიტიკურია მოთხოვნა ახალი არჩევნები, გასაგებია რომ უნდა გაიმარჯვოს იმ 4 პარტიიდან ან ყველამ, ან რომელიღაცამ, ხო, ამის მხარდასაჭერად ხდება ეხა რაც ხდება, ბრმა უნდა იყო, ამას ვერ მიხვდე. ისინიც მუშაობენ, ან ისინი ვიზე მუშაობენ, მაშინ ეს კითხვა ხო იბადება. რა თქმა უნდა. ისინი მუშაობენ ევროპარლამენტარები გერმანიის მთავრობა. სწორედ იმაზე. ისინი კგბ-ს ეფრეიტორები არიან, ან რიტორიკული კითხვა ჩნდება. დღეს და ნაცების მრავალწლიანი ინტენსიური მუშაობა, რა თქმა უნდა, თავის წილი შეიტანა და ძირითადი რა თქმა უნდა მოხდა 22 წელს. როცა საქართველოს ხელისუფლებამ რა არ გააკეთა თავიდან, აი 24 თებერვალს დაიწყო ომი უკრაინაში, ხო? საქართველოს ხელისუფლებამ ხმა მისცა რუსეთის წინააღმდეგ ევროპის საბჭოში. ჯერ გაყინეს მისი სტატუსი, მერე გარიცხეს, ორივეჯერ ხმა მივეცით. შემდეგ ხმა მისცა გაეროს ასამბლეაზე დაგმეს
ეს ასე თქვა შემოსება და არც სომხეთმა და აზერბაიჯანმა არ მისცეს რა თქმა უნდა. და საერთოდ დათვალეთ რამდენმა ქვეყანამ მისცა, რამდენმა არ მისცა. მერე 5 მარტს უკვე გამოქვეყნდა რომ საქართველოს ინიციატორია სხვა 35 თუ 17 ქვეყანასთან ერთად იმისა რომ ჰააგაში აღიზრას კრიმინალური საქმე პუტინის წინააღმდეგ. ეს იყო ჩემთვის ეს იყო საერთოდ რა ვიცი ეს იყო რისკზე მეტი რაღაცა გაუგონარი რამ. კაცო ამის პასუხად მიიღებ ტანკს რუსთაველზე იმ დღესვე. რას შვები? ოპოზიცია რო ქონოდა საქართველოს მაშინ ყოლოდა საქართველოს ოპოზიცია რასაც ქვია კომპეტენტური და ეროვნული ინტერესებისადმი ლოიალური ოპოზიცია იმ დღეს ვიყვირებდა და მანამდე ყოლებს შეტყოდნენ არ ქნათ ეს ამბავი რა დროს ხააგა ჩვენ თავს მივხვდოთ ჩვენი ტკივა აგერ დგას ეს ტანკები ხომ ოპოზიციას მა არ მოუღია და მე მოვისმენთ კერი დეგნანის რომ მაინც უნდა დაგვისაბუთოს ოცნებამ რომელ მხარესაც დგას კიევის მხარეს თუ მოსკოვის მხარეს ეხლა იგივე ისმის ეხლა ევროპარლამენტში მაკინტაირი თუ რა გვარის კაცი ამბობს რომ კაცო ოცნებამ უახერხა ის რომ რაღაცნაირად დაალაგო ურთიერთობა კრემლთან და არ არის ესეთი პირდაპირ ასე ვთქვათ ანტაგონიზმი აღარ არის ხომ და ტერთან ასე არ უნდა მოიქცევო ტერთან საპირისპიროდ უნდა მოქმედებდე მით უმეტეს თუ გინდა რომ ევროკავშირში შეხვიდე ეს ხო სიგიჟეა ეს ხო პროვოკაცია მაგრამ მე მინდა დავუბრუნდო თქვენს ძალიან ასე ვთქვათ მნიშვნელოვან კითხვას მაინც რისთვის აკეთებ რის იმედი აქვთ კი ბატონო აი თქვა თეორიულად მე კი ვიცი და თქვენს გესმით რომ არ დაინიშნება რიგარეში არჩევნები არავითარ შემთხვევაში არჩევნები არ იყო გაყალბებული არანაირად ყველაზე კარგი არჩევნები რაც კი ჩატარებულა საქართველოში ჩატარდა და ამაში ელექტრონულმა ხერხმა რა თქმა უნდა სახემ ძალიან დიდი როლი შეასრულა რაც გინდა ჩაატარეთ ნებისმიერ ექსპერიმენტი არ გაყალბებულა და ის რომ ვერაფერი ვერ წარმოადგენეს აი პროკურატურის განცხადება პირველადი ხომ და ნახეთ მინდა თქვა გვაქვს და აი პროკურატურას არ ვენდობით თუ გააქვთ საზოგადოებას გაგვაცანით ტელევიზიები თქვენს ხელშია გამოვიდეს ყველა ვინც მოწმეა ვისაც რაღაცა აქვს ხელში გაყავდებისა და გვამცნოს მეც მაინტერესებს მე კი ვიცი რომ არაფერი არ აქვს მაგრამ გამოვიდნენ თქვენ ომბუდსმანს რა უქნეს რომ მომაც თქვა რომ არ გაყალბებულა ჩვენ მეტი დრო არ გვაქვს სატელევიზიო და შეუწყვეტეს საუბარი ეხლა მოხდა ეს ამბავი გესმით ამას ხო ვერ აკეთებენ არ დაინიშნება მაგრამ რატო აკეთებენ მათ ძალიან კარგად იციან ორგანიზატორებმა იმ სასოდავმა ხალხმა კი არ ვინც მაინც მართლა დაეჯერა რომ ევროპაში გზა ჩაგვიკეტა ოცნება მამზე ცალკე ვილაპარაკებ და არიქა გავიფიცოთ და არა არიან ასეთებიც მოდიან რა თქმა უნდა ეშინიათ კი მე მესმის რა უნდა ასე თქვათ მოთხოვა მათ როცა თქვათ აი სრულიად მოწყვეტილნი რეალობას და სახაზრო რასაც კრიტიკულ აზროვნებას მოწყვეტილი ადამიანები არიან და უნდა უბრალოდ თაუხსნა და მე რა მიხარია იცით აი ფიზიკური შრომით რომ არიან დაკავებული ადამიანები მათ შორის ან ნებისმიერი სხვა აი მაჩერებენ ქუჩაში და მეუბნებიან რატო გვატყუებენ ვინ შეგვიშვებს ევროპაში არც კი ამბობენ ევროკავშირს ევროპაში ვინ შეგვიშვებს სანამ რუსის ტანკი აგერ დგას მიშას მოყვანილი ამ ადამიანებს თუ ესმით ვინც არემონტებენ ქუჩას ჭავჭავაძე თროსთელს და ვინც გამაჩერეს ხოლმე და ან და ტაქსში რო ჯდები და მძღოლი რომ მეტყვის ეს რატო გაგიჟდა ეს ხალხი გესმით ამათ უნდა სოსვა რამე მათ ესმით რომ თუ მიიყვანეს საქმე იქამდე რომ უკვე დაიწყება ლაპარაკი რიგარეში არჩევნებზე ეს ნიშნავს რომ ჩამოშლა ხდება თლიანად სახელმწიფო ინსტიტუტებისა ეს იმის მანიშნებელი იქნება რომ აღარც პოლიცია აღარ არის პოლიცია სამართალდამცველები არც ერთი ინსტიტუტი იშლება 2003 წელს ვარდების რევოლუციის დროს ეს ვითარება იყო დაიწყო თუ არა მასობრივი დემონსტრაციები პოლიციის უდიდესი ნაწილი იდგა მიტინგზე ერთმანეთსვიდან და გამოდიოდნენ ხალხთან ვართ და ხალხის წინამდე არაფერს არ გავაკეთე აი ეს მიდოდა მე კითხა ბატონო ცოტა ხნით უნდა შევწყვეტოთ რეკლამის გამო დაგველოდეთ ჩვენ მალე დავბრუნდებით ჩვენ კლავეთაში დავბრუნდით და გადავაგდოთ საუბარს ჩვენ სტუმართან პეტრე მამრაძესთან ერთად ბატონო პეტრე თქვენ ამბობდით რომ აი არჩევნები არ დაინიშნება იმიტომ როგორც კი ამაზე დაიწყება ლაპარაკი სახელმწიფო სტრუქტურების რყევა დაიწყება და უკაცრავად ტავტოლოგიისთვის და შესაბამისად უკვე დაშლა სახელმწიფო ვერტიკალი
ეს როცა თუ დაიწყება თეორიულად არ დაიწყება მაგრამ თუ დაიწყებოდა და კი ბატონო დაშლა აი მაშინ შეიძლება გამოცხადდეს აი ესე იგი მე ვერ გავიგე სწორად კი მაშინ საერთოდ შეიძლება ოცნება აღარც იარსებებს და არც მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში ამაზეა გათვლა ჩამორშალონ სახელმწიფო ხო მაგრამ ხო კი მე მესმის რომ ამაზეა გათვლა სხვათა შორის მე მივაქცია ეს არის მათი რა თქმა უნდა შეცდომა ფატალური და სპეციალისტ როტმა თქვა მაიკლ როტმა ეს თვითკრიტიკის სახით ვიტყვი ვერ გავითვალისწინეთ ოცნების სტრუქტურა და ვერ გავითვალისწინეთ ივანიშვილის რეალური როლი თქვა მაიკლ როტმან ეხლა რა მაინტერესებს ის და ის რუთი აი ვაშაძის წავიკითხე გუშინ მე არ უყურებ ხოლმე იმიტომ რომ ეს პროპაგანდისტული და დასაზომბირებელი სიუჟეტები არ მჭირდება მე ძალიან მოქმედე ფსიქიკაზე და გავლენას ახდენს მაინც რაც უნდა წინამდგომ გავდა თუ ინფორმაციას ვკითხულობ ხოლმე თქვა რომ მთელი გერმანია არის ჩვენ გვერდით და თქვა როთან შეხვედრიდან გამოსულმა აი ეს ასოციაციების რო აჩვენენ რომ აი როთი არის მთელი გერმანია რომ არ ვიცი ვიღაც არის მთელი პლანეტა ის არის უილსონი არის მთელი ამერიკა ან თუნდაც აი სულ მახსენდება ხოლმე დათა თუთაშხიაში არის ეს გაზდებს სხვათა შორის ეს შემოვიდა შევარდნაძის დროსაც იყო ნაწილობრივ განსაკუთრებით გაძლიერდა მიხეილ სააკაშვილის დროს დათა თუთაშხიაში არის თიკო ორბელიანის თავში ესეთი ადგილი ერთ-ერთი იმაშიო დაბაშიო ცხოვრობდა და ერთი მოხუცი ქალი იყო რომელიც ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი ყოფილაო და მოკლედ მე ძალიან მარტივად ყვები ეხა და მოკლედ ყვები და იქ ვიღაც შანაევი ყოფილა რომელიც არც ისე მაღალი ჩინის მაგრამ ვიღაც ცნობილი თანამდებობის პირი და ეს ქალი ყოველას ეუბნებოდა სამნოი შანაევს პავლო ან ამით თავს იწონებდა და დაახლოებით ისეთი რაღაცა გამდა ის გამოვიდა როთიდან რა თქმა უნდა ხა ეს გადატანითაც ვამბობ ამას იმედი ამდენ ინტელექტი მაინც შეგვჭა რომ ხვდებით რომ გადატანითაც ვამბობ ხო ის როთი გამოვიდა აი მან ეს თქვა უილსონმა გამოაქვეყნა სტატუსი ან ჩვენ რაღაც დავრჩით აი იმ თავს ვიწონებთ სამნოშანაევ რომ სპალ უკაცრავად სულისთვის ნაწარმოებია შეიძლება იოტისოდენა ღირსებისდობა რო კონდეთ ამ ადამიანებს არაფერს ვამბობ იმაზე რომ თქვათ იოტისოდენა პატრიოტიზმი ხომ რო კონდეთ როგორ შეიძლება აი რაც სააკაშვილის პარტიის ლიდერებმა რამდენჯერმე თქვეს კონგრესმა არსნო ეს მაშინ ერთი წლების წინათ ესე იგი ლეგიტიმაცია არ აქვს საქართველოს ხელისუფლებას ანუ შენ აღიარებ იმას რომ შენთვის ლეგიტიმაციის წყარო არის დასავლეთში უცხოეთში რაღაცა ინსტიტუტები ხო ასეთ ადამიანს საერთოდ არ შეიძლება რომ ცნო საქართველოს მოქალაქედ რასაც ქვია მოქალაქეობა ანუ შენთვის ლეგიტიმაცია არის არა ქართველი ხალხის ნება მოგწონს ის თუ არ მოგწონს ხო არამედ შემცის ლეგიტიმაცია არის ვინ რა თქვა დასავლეთში თუ თქვა რომ და ეს მართლაც ჯერათ არა რა თქმა უნდა ხოდაჭი დასავლეთის გარკვეულ წრეებში არიან ადამიანები რომლებიც ფიქრობენ როგორც მე ამ მოწოდებები და განცხადებები და რეზოლუციებით ვადგენ რომლებიც ფიქრობენ რომ ლეგიტიმაციის წყარო არიან ისინი კი რა თქმა უნდა აი იმათ რა ინტერესია ამათ თუ აქვთ ინტერესი და გასაგებია რომ ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში და ხელისუფლება გახდნენ იმ ძალებს რომლებიც მათ უკან არიან რა ინტერესი აქვთ დასჯა მე მაშინ მეუბნებოდა ნორმალური კარგი უცხოელები 22 წელს დასჯა ოცნების თქვენ არ დაემორჩილეთ თქვენი ხელისუფლება არ დაემორჩილა ვაშინგტონ დისის ეხლა ნახეთ როგორ აგირებენ სიტუაციას ამას მეუბნებოდნენ ამერიკელები ამას ხარავის არ შეარჩენენ და მე მეუბნებოდი მე მგონი ვერ შეძლებენ და გავიდა უკვე 3 წელი იქნება და აშკარად ვერ შეძლეს ვერც მათ ვერც ევროპაში ვინც არიან ამაში ჩართულები ვერ შეძლეს ეს ფაქტია იმიტომ რომ ამდენი იშრომეს ამდენი ფული დახარჯეს ამდენი საინფორმაციო პრეს-დაფარვა პრეს-კავერეჯსაც ქვია შეასრულეს და მაინც სტატისტიკური ნოლია და ეს აცოფებთ მათ ვერ გათვალეს ეს ახლა გაცოფდნენ 28 ნოემბერს როცა ადამიანმა თქვა კობახიძემ პრემიერ-მინისტრმა თქვა და ნუ ჯერ ერთი კონტექსტიდან იყო რა თქმა უნდა გაცილებით მეტად გვეკუთვნის ჩვენ მოლაპარაკება ევროკავშირთან წერობაზე ვიდრე უკრაინას მოლდოვას ერთად აღებულებს და ერთმანეთზე გადამრავლებულებს გაეცანით ნებისმიერ რენკინგს რასაც ქვია რეიტინგებს საქართველოს ხო საერთოდ ვერ შეადარებს სადაც საქართველო მე-20 ადგილზეა
რომელიმე რეიტინგში. იქ უკრაინა არის 95-ზე, მოლდოვა თქვა 115-ზე. როგორად არებ, ხო? და შესაბამისად თქვა, რომ ევროკავშირო შემოგთავაზოს ეს მოლაპარაკება წევრობაზე. დღეს ვემსათავართ. ხვალდილით რომ შემოგთავაზოთ, ხვალდილით მოვაწერ ხელს ამბობდა პრემიერი, მაგრამ ჩვენი მხრიდან ჩვენ აღარ დავაყენებთ ამ საკითხის წესრიგში ევროკავშირთან ურთიერთობაში 28 წლის ბოლომდე, ანუ კადენციის ბოლომდე ოცნებისა, ხო? და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, რამაც არანაკლებად გააცოფა. და ჩვენ უარს ვამბობთ საბიუჯეტო კრედიტებზე. ხაზი გაუსვა. სხვა დახმარებაზე არავითარ შემთხვევაში არ ვამბობთ უარს, მაგრამ მთავრობას არ გჭირდება კრედიტები და იქვე განმარტა. ამით შეწყდება შანტაჟი დასავლეთის ზოგიერთი წრეების მხრიდან, რაცაც ადგილი ჰქონდა ინტენსიურად ამ წლებში, მოგეხსენებათ, გახსოვთ კანდიდატის სტატუსს როგორ იყენებდნენ? შანტაჟისათვის. გახსოვს ძალიან კარგად. ბებსახსოვს. გახსოვთ ბორელის სიტყვები, სულ ცოტა ხნის წინათ ნათქვამი, აი ჩვენ რასაც ვუყურებთ ამ ხელისუფლების მოქმედებას, ჩვენ გვინდოდა 100 თუ 120 მილიონი ევროს დახმარება გაგვეწია მთავრობისათვის, ახლა ავდგებით ჩვენ და ამ 100-120 მილიონ ევროს გადავცემთ არასამთავრობო ორგანოებს, ოპოზიციურ მასმედიას და ასე შემდეგ. როგორ ბედავ? ანუ როგორ იყო იცით თან გადავცემთ, ფიქრობთ. შანტაჟი. შენ დროზე მოიქეცი ის როგორც გეუბნები და ისევ შენ მიიღებ 120 მილიონ ევროს. ეს ის ბორელია, ახლა აღარ არის, ხო, შეიცვალა. ეს ის ბორელია, რომელმაც პრეს-კონფერენციაზე ღარიბაშვილის გვერდით დგომა თქვა, რომ მოწაფე მოსწავლე გახსოვთ, რომ მიიღებს დავალებას პროფესორისაგან, მასწავლებელისაგან. მან კი არ უნდა გააკრიტიკოს ეს დავალება ან პროფესორი. არა, უნდა წავიდეს, შეასრულოს დავალება. მოვიდეს და მოახსენოს თავის პროფესორს ან შესრულებული დავალება. ამას როგორ კადრულობს ადამიანი, ვინც ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და რაღაც ფიგურად ჩანდა, ხო? მაგრამ ბატონო პეტრე, ერთი არის როგორ კადრულობს, ყველა ადამიანი კადრულობს იმას, რასაც აკადრებინებ. ზუსტად და აი ღარიბაშვილმა ეს ხო არ არის პირველი შემთხვევა ასე რომ და ღარიბაშვილმა უპასუხა მაშინ და გასვოთ ბორელის სახე, რომ ჩვენ ყველაფერს ასაც შევასრულებთ, რაც ჩვენს ინტერესებში არის, მაგრამ ჩვენი ეროვნული ინტერესები გვაქვს და ამას მივყვებით, გესმით? და მე რომ ვუყურებდი ამ სცენას, მე მახსენდებოდა ბორელი მდგარი ლავროვთან მოსკოვში და ლავროვი ლანძღავდა ისე, როგორც ძალიან უხეში. მასწავლებელი უხეშად გალანძღავს აგინებს ცუდ მოწაფეს და თავჩაღუნული ბორელი იდგა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი პრაქტიკულად კომისარი ხმასაც ვერ იღებდა. მერე იყო სკანდალი ევროკავშირში. ნახეთ პუბლიკაციები. მას უნდა ეპასუხა, ეხლა უნდა გადადგეს. ბორელმა თქვა, მე არ ქონდა მანდატი ბრიუსელისაგან რომ ეპასუხა მსგავს რაღაცეებზე და ყველაფერი გაჩერდა. კაცო, შენ თუ ხარ პოლიტიკური ფიგურა. მანდატი რადგინდა. კი, მანდატი რადგინდა, შენ უპასუხე როგორც უნდა უპასუხო, თუ კაცი ხარ, ხო? და მერე თუ რაღაცა შენ წინააღმდეგ თუ დაიწყეს, მაშინ გადადექი. ეს არის რეალური პოლიტიკა და არა deep state, გესმით? გადადექი. და მერე ჩემთან ჩამოდის ამის შემდეგ, ამ სირცხვილის შემდეგ და ამბობს რომ აი დავალება უნდა შეასრულო და არ უნდა იკამათო ამ თემაზე. ზოგადად ჩვენ და ყოველთვის დიდი გული აქვს ბორელსაც, ლავროვს, ნუ რუსეთსაც სანამ ის მოდერნიზებას მოახდენ და თავისი შეერაღებული ძალების 2008 წელმა ძალიან დიდი სამსახური გაუწია როგორც რუსეთს ასევე ნატოს დასავლეთს იმ თვალსაზრისით რომ მათ თავიანთი სუსტი მხარეები კი მართალია მცირე ხნის განმავლობაში გაგრძელდა ეს ომი და მცირე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა მაგრამ გამოცდილებისთვის ეს მოთელეს ძალებმა მე ყოველ შემთხვევაში ასე დავინახე მაშინაც და ახლა მით უმეტეს ასე ვხედავ მოთელეს ერთმანეთი და თავიანთი სუსტი წერტილები აღმოაჩინეს აზვერეს ერთმანეთი და აქედან გამომდინარე გამოცდილება მიიღეს. ჩვენთან დიდი გული აქვს ყველაზე. თქვენ ახსენეთ deep state ბატონ პეტრე. ის რომ საქართველოს ხელისუფლებას მოეცა გული. ეს უკავშირდება ტრამპის გააქტიურებას და მე ასე ვიტყოდი მილიარდერების გააქტიურებას ტრილიარდერების წინააღმდეგ. ტრილიარდერები დავარქვიდი. ფაქტია, მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა დავასახელებ ჯონ გრეის მაგალითად დავასახელებ ვისაც მართალ ელჩებიდან მეტლოკმა დაწერა წინვარე წერილი ამ ასაკოვანმა ადამიანმა რომელსაც წინვარე დიპლომატი იყო სხვებმა დაწერას რაც ხდება იმასე. აი ახლა სოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა მეცნიერებმა
ამ დარგში პოლიტოლოგიაში რობერტ კაპლანმა, ამერიკელმა შესანიშნავი წიგნის გამოუშვა სტატიას და კიდევაც ისაუბრა იმაზე, რომ deep state აკონტროლებს საგარეო პოლიტიკის დაახლოებით 80%-ს. ამაში სხვათა შორის ყოველთვის იყო კარგი მხარეც. იმიტომ რომ რაღაცა ესეთ ვთქვათ ავანტურისტულ და გაუმართლებელ ნაბიჯებს ვერ დგამდა თეთრი სახლი, იმიტომ რომ იქ იყო მთელი ეს შტატი, ასე ვთქვათ, მაგრამ მეორე მხარე აქვს ამას, რომ როცა გადაწყვეტილების მიღება არის სასწრაფოდ და ძლიერად, შეიძლება ეს გადაიდოს და ჩვენ გვახსოვს რა ხდებოდა, ვთქვათ, თუნდაც კვიპროსის კრიზისის დროს, როცა კისინჯერმა თქვა, ჩემმა თანამდებობამ და პრეზიდენტის თანამდებობამ საერთოდ აზრი დაკარგა, იმიტომ რომ დღეს არის მოქმედება საჭირო და სენატი ბლოკავს ამას ყველაფერს და ბლოკავენ ადამიანებისაც საერთოდ არ ესმის საგარეო პოლიტიკა. ეს ხდებოდა. ასე რომ 80% არ დაგვავიწყდეს და ეხლა ის რომ ცვლილებები არის და ამერიკელმა ხალხმა ტრამპს მიუხედავად ძალიან ბევრი ფაქტორის რაც ზედაპირზე იყო მაინც მისახმა, რატომ ისესმა? ეს არის უნდობლობის მანიფესტაცია არსებული ინსტიტუტების მიმართ. არც თქვენი სასამართლოსი აღარ გჯერა ამ დროს ამერიკელი ამუშავების დიდი ნაწილი. არც თქვენი სხვა ინსტიტუტების არ გჯერა. ამოვიდა ყველაფერი ყელში და აგერ ტრამპი მარკ ლილა წერს, წარმოიდგინეთ, მანამდე წერდა წლების წინ, წარმოიდგინეთ ამერიკელი საშუალო დონის ადამიანი შრომობს მთელი დღე, ბრუნდება სახლში, ჩართავს ტელევიზიას, პრობლემები აქვს ბევრი ძალიან ამ საშუალო ფენას, გადართავს ყველა არხზე ერთი და იგივე, რომ ეგვიპტეში ტრანსგენდერების უფლებები სათანადოდ არ არის დაცული. დედის გენებით გამორთავს იმ ტელევიზორს, მიდის პაპში. პაპში ხედან თავისიანები და აი ტრამპი გამოვიდა. აი ხო მოვისმინეთ გუშინ კითხვა სენატში. რამდენი სქესია საერთოდ? აი სხვადასხვა თან ვის ეკითხები ამას? ეკითხები თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს. ბედავს კაცი იმას, რომ თქვას რომ ორი სქესია. ხუმრობენ თბილისში რომ ეხლა ტრამპი იმდენ სიზამს რომ აღარ იქნება სამართლმსაჯულო რომ თქვა რომ მამაკაცი ვარ. ესმით? ესეა. თორე როკო ბუტილიონე თელსოფლიოში განთქმული მეცნიერი მინისტრი იყო იტალიაში, წარადგინეს ევროკომისიაში მინისტრად, 20 წლის წინათ იყო. წიგნი აქვს მონოგრაფია რომის პაპზე, კათოლიკეა თვითონ და შეკითხვა იყო მოსმენის დროს. თქვენო რომ გამოდიოდით რომ არ უჭერთ ხარს ეს სქესა ქორწინებას, არ შეცვალეთ აზრიო? თუ კაცმა თქვა არ შევცვალე და არასოდეს არ შევცვლი, მე ვარ მორწმუნე ადამიანი და არ შევცვლი ამას. მაშინათვე ჩაჩხეს მისი კანდიდატურა, თლიანად გაუქმდა მაშინ მთელი კაბინეტი, თავიდან მოხდა ფორმირება მათი წესების შესაბამისად. აი ამის შემდეგ 20 წელია გასული დაახლოებით, არც ერთი ასეთი კონფუზია არ მოხდა, რატომ? ვეტინგის გამო. ვეტინგი რას ნიშნავს? სანამ კანდიდატურას წარადგენენ, თვითონ შიგნით ეკითხებიან, აი ეს შეკითხები რო იქნება, შენ რას უპასუხებ? შენას უპასუხებ, უკაცრავად, ძალიან გვიყვარხარ, მაგრამ კანდიდატი ვერ იქნები. და ეს მუშაობს და ეხლა ეს რას მოვესწარი მე ამ სიბერიჟამს? ორი სქესი არისო. თქვა, კაცი რომელსაც ან დაამტკიცებენ ან არა, მაგრამ ხო თქვა? თან თავდაცვის მინისტრი, აი კანდიდატსაც ხო გააჩნია, რაღაცა ყოფილიყო თავდაცვის მინისტრი, აი თავდაცვის მინისტრი სქეს როგორ უყურებს, რა მნიშვნელობა აქვს? სხვა თან ახალგაზრდობაში დამთვრალა ისე, რომ ქალმა ოფიცერმა აი შეათრია და დააწვინა ეს კაცი და ეხლა ეს ქალი უჩივის, რომ მე რა სადა ჩემი გაუპატიურებაო. ისმის კითხვა თუ ასე შეათრია თავის ხრებზე ეს გალეშილი მთვრალი კაცი, მე ვინ ვის ასე ვთქვათ შეუტევდა, ხო? ნუ კომიკურია, მაგრამ ხო ფაქტია. ფაქტია. ნახოთ როგორი პროცესები მიდის მსოფლიოში და ჩვენ აი როგორ ყურადღება, აი საითკენ მიემართება ხოლმე ყურადღება რა ეს მართლაც საოცარი ამბავია. და სერიოზულ თემაზე რო გადავიდეთ, ეხლა არის მსოფლიოში, აი მე ყველას თავაზობ ფარი ზაქარია სინგს რევოლუციების ეპოქა, მსოფლიოში მომწიფდა. თელ გლობუსზე, ყველა ქვეყანაში. იმდენად რევოლუციური სიტუაცია, რევოლუცია მაინც და მაინც არ ნიშნავს სამოქალაქო ომს და შერგულ აჯანყებას, ცვლილებები, გლობალური ცვლილებები, რომელიც არ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. ეს ჩემი აზრი ნამდვილად არ არის, ეს არის აზრი ყველაზე წამყვანი, აი ისტორიული სოციოლოგებისა, მაკროსოციოლოგებისა და ასე შემდეგ. მსგავსი რამ არ ყოფილა. გამოწვევები, რომელიც დაგროვდა კაცობრიობა ამ ფონზე
ის რაც კაცობრიობას ელის თლიანად აი თუნდაც მიმდინარე 10 წლის განმავლობაში ეს ისეთი რამეა რომ ბევრი რამე დარჩება მიღმა და მე ერთი რამე ვიცი კარგად აი ვინც ახლა დადიან ქუჩებში და ყვირიან საქართველო გავადრო ასაკი მოემატებათ და დასწრებიან ერთად კლასელები, კურსელები და ბევრს იცინებენ იმაზე, რომ გავსოს ახალგაზრდები რომ ვიყავით და ევროპაში რო გვეგონა რომ მივდიოდით და დავდიოდით რუსთაველზე. ასე იქნება. არა, ეს იმედია რომ ასე იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ავითარება არც მე ეს კითხეთ ბატონო პეტრე, ანუ ის ფაქტი რომ აი ამერიკის შეერთებულ შტატებში არ შეცვლილი იყო ხელისუფლება ან ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება მოიქცეოდა ასე ხისტად თქვენ თავად გაიხსენეთ 2022 წლის თებერვალში მარტში როგორ იქცეოდა და საკმაოდ საფრთხიფათო ნაბიჯებს დგამდაო ეს რაღაცა მზადდებოდა ეს პროცესი შეიძლება ვივარაუდოთ რომ ბიძინა ივანიშვილი როგორც მილიარდერი არის მილიარდერების კლუბში ეს იარსებებს ალბათ ეხა მე არ ვიცი მაგრამ ასე შეიძლება ვიბადოთ რაღაც 20-მდე მილიარდერი მოხავს როგორც ვიცით წინასწარ ეს არ ვიცი რეალურად როგორ იქნება თქო ტრამპის ხელისუფლებაში და ამას მაინც აი ამ მილიარდერების ბუნდსაც უწოდებენ კონტროლის წინააღმდეგ მილიარდერების ბუნდის არ ვარ გაიმდო რომ ფულის კონტროლია ჩვენ ვიცით რომ იგივე IT-ს და მასკს მუშაობენ ციფრული ვალუტის პლატფორმი ახალი ციფრული ვალუტის შექმნაზე და ციფრული ვალუტის კონტროლის საშუალება აი შეიძლება თუ აი როგორ განსაზღვრა თქვენი აზრით მან ეს ნაბიჯები რაზე ააგო თავისი ნაბიჯები ხო ფაქტია რომ ჩვენ რუსეთსაც რომ აი ეს უშინოდ დავიწყოთ ხტუნაობა იგივე შედეგი გველის რაც თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ბაიდენის ადმინისტრაციაზე ევროკავშირის მიმდინარე ხელმძღვანელობის წინაშე რომ დავიწყოთ ესეთი ურჩი კუნტრუში მათ ჩვენი მოსარევი ძალა იმასაც და ყოფილსაც და მოქმედსაც ევროკავშირში ყოველთვის ექნება რაზე გათვალა ვიზე გათვალა ბიძინა ივანიშვილმა თქვენი აზრით ვარაუდია მხოლოდ მაგრამ სწორი გათვლა იმ ხრივ რომ ესე იგი ეს ფსევდოლიბერალური ეპოქა თავდება ეს ამას არაფერი არ აქვს საერთო კლასიკურ ლიბერალიზმთან რაც არის კანონის უზენაესობა უმცირესობების დაცვა კანონის ფარგლებში და სხვა არაფერი ეს არის ის რასაც აი ლიბერალურ ფაშიზმსაც უწოდებენ ჰიპერლიბერალიზმს ინტერნაციონალურ ლიბერალიზმს უწოდებენ ანატოლი ლევინის წინვარის სტატიებია ხო ეს სრულდება ეს თავდება ყველამ შეიძლება ნახოს ილონ მასკის საუბარი ვაიდელთან რომელიც არის გერმანიის აი პარტიის ხელმძღვანელი გულახთილი საუბარი ხო ეს თავდება ეს ნიშნავს მართლა ძალიან დიდ ცვლილებებს და ეხლა ასეც რო არ იყოს ჩვენ ხო სხვა გზა არ გქონდა საქართველოს როგორც ეროვნულ სახელმწიფოს ქონდა სხვა გზა? არა, მე ამ შემთხვევაში არ ვამბობ სხვა გზის ქონდეს, იმიტომ რომ ხან ნამდვილად უკაცრავად აქვე ვიტყო და აღარ გაგაწყვეტინებ. მე როგორც ვატყობ აი იგივე აქციის მონაწილეების თანამგზნობების უმეტესობა დარწმუნებული რომ ომისან არეულობის შემთხვევაში თვითონ კი არ იომებს, ჯარი იომებს, მან რატო უნდა იომოს და როგორი საშიში, როგორი სასაცილო საფრთხეაო და მოგონილი საფრთხეაო ამბობენ. აი ეს არადეკვატურობად შეიმჩნევა მათ ახსნაში. სრული და ეს ისიც რა დონის არადეკვატურობა ნაცებმა ერთხელ ააგორეს საქართველოში თბილისში პროტესტები საკმაოდ მასშტაბური რომ რუსეთი აშენებდა რაღაცა გზას დაღესტანში ან რუსეთის ტერიტორიაზე რომელიც გზაც საკმაოდ ახლოს რამდენიმე კილომეტრში გადიოდა საქართველოს საზღვართან და აი ამის წინააღმდეგ ხალხი დადიოდა დროშებით პლაკატებით იყო ერთ ამბავში და მეუცხოველი დეპუტატები დიპლომატები გაოგნებულები მეუბნებოდნენ რაღაცა საინტერესო ერი ხარ თუ იმიტომ რომ რუსის ტანკები და артиლერია დგას საქართველოში თბილისთან 30 კილომეტრში აი პირდაპირ ამას თქვენ არ აპროტესტებთ ამაზე ხმა არ არის ამოღებული იქ სადღაც თავისთვის გზას აშენებენ და ეს თურმე არის ძალიან საშიში საქართველოსთვის ხო ამ დროს ეს ტანკი მოკლედ ირაციონალური კომპონენტი ძალიან დიდია ძალიან ჩვენ გვახსოვს თქვა გერონტ კიკოძეს ჩანაწერებიდან სანამ თებერვალში შემოვიდა წითელი არმია 21 წელს მთელი თბილისის ბომონდი გამოვიდა გალავინსკზე და სასახლის ქუჩაზე და ვისაც კი რამე ქონდა ძვირფასი ტანსაცმელი სანადირო თოფები ზაუერები ლეპაჟები სიმსონები ეს ხო გამოფენა იქეთ-აქეთ დადიოდა რომ ეს შემოვიდეს ერთი მტერი არა ჩვენ არადეკვატურობა მე არც ერთი მათგანი არ გამოჩნდა როცა დაიწყო ბრძოლა არც ერთი
დაგვეღუპა 9 იუნკერი. 9 და არა უამრავი. სულ 10, მაგრამ მე-10 იყო ეს ერისთავი არ იყო, ხო, მე-10 წევრი, ხო? აი ეს არის საქართველოს. მაგრამ სისხლის მდინარეები ნამდვილად დადგა მაშინ საქართველოში, ესე არ იყო, რომ იმ დღეს არა. იმ დღეს არა, მაგრამ მე 24 წელს ბატონო და მე სისხლის მდინარეები დადგა და მაშინ არა. მაშინ ხალხი მასობრივად აბარებდა იარაღს, ეს შევესწარი იმ თაობას და ყვებოდნენ და არაფერიც არ იყო. 21 წელს, გესმით? ესე მაგრამ აი ეს რომ აი ჩვენ იმას ვიზამთ, ამას ვიზამთ, არც ერთი მათგანი არ იბრძოლებს, როგორც ნაცები გაიქცნენ მაშინ აგვისტოში. პარლამენტის წევრი გახდით, დილით ზეიმი გავიმარჯვეთ, ცხინვალი ავიღეთ, როკის გვირაბიას ვკეტავთ ახლა პარლამენტში. საოცარი ის იყო. და მე უკვე იყო რაც იყო. აი ეს იქნება, მაგრამ აი დაუბრუნდოთ იმას, რომ მას შემდეგ რაც მოსთხოვეს საქართველოს რეალურად de facto მოსთხოვეს ჩათრება ამ ომში, მას შემდეგ რაც ივანიშვილმა გამოაქვეყნა ღარიბაშვილს მაღალჩინოს ანმა რომ უთხრეს ყველაფერი ჩააბარეთ იარაღიო და კი მაგრამ ომი დაიწყება და 3 საძმეს ხო ვერ გავძლებთ და პასუხი 3 საათში 3.5 მილიონი ხო ვერ დაიღუპება 3 საათში და მე შეგიძლიათ თებში გახვიდეთ და პარტიზანული ბრძოლა აი როგორ ხდება ეს ამბავი აი როგორ შეიძლება ჩვენ გვეუბნებოდნენ ამერიკელი სენატორები 90-იან წლებში აი მე ხვდებოდი მათ შორის გვეუბნებოდნენ რომ ნუ თუ არ შეიძლება რეალისტურ ოპოზიციას ეუბნებოდნენ შევარდნაძეს არ სჭირდებოდა ხო შეხედოთ ლუკაშენკოს კაცი წველის რუსეს მატუშკა რასიას ამბობდნენ ხოლმე რუსულად სენატორები ისე რომ ყველაფერი აქვს თავზე გადასდის თქვენები აგინებენ და აგინებენ ეს არის პოლიტიკა ამბობდნენ სენატორები მაშინდელი სენატორები და მე რა მოხდა ვინ არიან დღეს ესენი ვინ არიან მაგალითად ევროკავშირის წარმომადგენლები რომლებსაც ვიცნობდი მეგობრობდი და ვერ წარმოედგინათ რომ შეიძლება ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში პან ჰერშინსკი გამოვიდეს და თქვას ქართველებო ეს ორი კანონი უნდა გააუქმოთ გააუქმეთ და კარი ღია ევროკავშირისა და შემოდით ჩვენ ხო გავფართოვდებით და არ გაუქმებთ და არ შემოხვალთ ხო? მე მაშინაც ვკითხე პან ჰერშინსკის უკაცრავად და ეს ორი ბაზა გაძეცგვირი რუსული იარაღით რომელიც არ არის ნატო სტანდარტებისა იმიანად შევდივართ ევროკავშირში კაი ორ კანონს ერთ დღეში გავაუქმებ და იმ ბაზებს რა უყოთ ხო არ ჯობია თქვენ გაიყვანოთ ეს ბაზები და ჩვენ მე გავაუქმებთ კანონებს ესმით რა ხდება როდესაც იგივე ჰერშინსკი ამბობდა 9 წლით ადრე გახსოვდეთ ეხლა არჩევნები რო იქნება თუ არასწორად მისცემთ ხმას დაიკეტება ევროკავშირის კარი თქვენთვის პირდაპირ მინიშნება რომ ოცნებას თუ მისცემთ ხმას დაივიწყეთ ევროკავშირი ანდა რაფაელ გლუქსმანი საინტერესო მოვლენა გამოჩენილი ფილოსოფოსის ანდრე გლუქსმანის შვილი ევროკავშირის პარლამენტარი იყო ცოტა ხნის წინათ რომელსაც დაწერა საქართველოსზე სააკაშვილზე წიგნი ჰიმნი წაიღო ვეებერთელა ფული ამაზე 200,000 მეტი ევრო როგორც მე ვიცი რომელსაც ცოლად მოაყვანინეს ეკა ზღულაძე მერაბიშვილის მოადგილე ხო ესე და რომელიც სიდგა იქ და გვეუბნებოდა სტრასბურგიდან ევროპარლამენტიდან გამოუშვით სააკაშვილი და შემოდით ევროპაში კარი ღია არ გამოუშვეთ პოლიტპარს სააკაშვილს და კარი დაკეტილია ეს რა არის და ეხლა მაგან უშველა მაკრონს თორე მაკრონი ვერ აგროვებდა ასამბლეაში ხმებს დღეს არის ეს და დაიწერა სტატიები საფრანგეთში რომ მაკრონმა შეელახა საფრანგეთის კონსტიტუცია ყველა შეიძლება გაეცნოს და ესენი წერენ რომ თურმე ზურაბიშვილი არის ჩვენი ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი. ეს ცალკე კომიკური ამბავია. სამწუხაროდ ჩვენ საერთოდ რა მოიწურა ბატონო და ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ვინმე ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და მიმოვიხილავთ მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ და შევწყვეტოთ რეკლამის გამო, დაგველოდეთ და დაგიბრუნდებით მეორე სტუმართან ერთად.